დაასხიგია. რაო? სანაო კაცო. რა. მივედი, შეხედი. მივედი და ვასიკო დაჩოქილი დამხვდა და გაწვდილი ქონდა ესე ბეჭედი, ხელის თხოვა. ნინოს დაასხი მაგის და პალატა სანამ ქალბატონი ვერიკო დაბრუნდება, მანამდე შენ დაიკავებ მის თანამდებობას. მაგარია, წარმოიდგინე, ახალი კაბინეტი მაქვს, უფროსი ვარ. ზღოლი მყავს, დივანი მყავს. და რა ვიცი, ფაქტობრივად რა, ცოლი მაკლია რა. ცოლი და ბებია. რას გავს აქაურობა რა? ორი თვე ვერ მორჩები ამის დალაგებას. აი, ნამდვილად არ მეგონა რა, მაგრამ რომ უშენობა ასე გაგვიჭირდებოდა რა. მართლა რას გავს აქაურობა რა? ძალიან არეულია ყველაფერი რა. შენი ოთახი ისეთი დასალაგებელია, ამის ლაგების თავი არ მაქვს ეხლა და ხორჯობი ამოვაშენოთ. შენ ბეკას ოთახი უნდა ნახო, რამდენი მტვერია. იმას რომ მოწმენ, დარწმუნებული ვარ 10-15 კვადრატული მოემატება ოთახი. ეს ჭურჭელი რა არის, რას გავს რა? ისი რა, მარტო გასარეცხი კი არ არის. შეურაცხყოფილიცაა. ბექუნა სად არის? რა, ისეთი რაღაცეები ესვა, მეგონი ნაგავს გავაყოლე. კარგი, ხო, გეხმარები. გასარეცხებ შეეგდება სადმე. მიხეთქავ გულს რა. აი ეს რა არის რა, ოთახში მაინც შეგეყარათ. ამასაც ხომ მე არ ვჭირდები არა. ცადე კაცო, ცადე, მაგრამ ადგილი აღარ იყო. მართლა არ არის ადგილი. მოხერხო თუ ის გეტყვი. სოუსი აქ რატო ასხია? რაც შეეხება სოუსს. ეხლა უყურე, აი სანამ ეგ სოუსი მანდ აღმოჩნდებოდა, თვითონ იატაკი იყო მოსაწმენდი სხვათა შორის. ხოდა, მე და ბექამ ეს რომ ნახეთ, გადავწყვიტეთ რომ შენი გაკეთებული სოუსი მანდ მოგვესხა და გვეგონა რომ მე ლაშა შემოვიდოდა და ყველაფერს ალოკავდა, მაგრამ არი გადავაშვა. საერთოდ რას ჭამდით შენ და ბექუნა? ყველაფერს მაგრამ. რას ნიშნავს ყველაფერს? გია, ეხლა არ მითხრა ის გაფუჭებული კარტოფილიც შეწვით და შეჭამეთ. მარინა, ყველაფერში მარტო გაფუჭებული კარტოფილი არ შედის. გეუბნები, ყველაფერს ჭამდით. სოდა, საფუარი, ზეთი, ზარი. მოკლედ ყველაფერს რა. ლაშობი და შენ ისევ ნინოს გამო ხარ მოწყენილი? კი. ისეთი მოწყენილი ვარ რომ ვერაფერი ვერ გამახალისებს. ვერც სარდელი? ვერც სარდელი. ლაშობი ნახე. დადან! სარდელი. გაიხარდებაო. აი, ხედავ, ელენეს გავახსენდი. ნინოს კი არც გავხსენები ვარ, არც კი დაურეკავს ჩემთან. მე მგონი პირიქით ახსოვ ხარ და იმიტომ არ გირეკავს. შეიძლება ვახსოვ არ კიდეც, მაგრამ ჩემ თავს ვასიკო ამჯობინა. ვასიკო.
კიდე გაშტერდა რა. და შევიძიათ სულად არ გამიგო, მაგრამ ერთ შემოგარტყავ რა. რასიზა? შემოგარტყავ. შემომარტყავ კი აწესია დილაპარაკი. პანჩური. რა პანჩური გადი იქით კაცო. ერთი წკიპურტი. სკიპურტი იქნება ეხლა მართლა და. ერთი მარტო ერთი რა. ერთი. წესიერად. როგეჩქმიდა. რა უნდა მიჩქმიდო კაცო შენ? აუ გეხაწები რა მეს გიზევ რა. არა რა, ვეუბნები ელენეს. ვეუბნები რომ დიდხანს ნუტოვებ მეთქი ამბავს პაატასთან, მაგრამ არა, აჰა. შენ ბევრს რო ტლიკინებ აქ. იმეცადინე, ჰა? არა, ლექსი მაქვს სასწავლი, მაგრამ ისეთ ცუდ ხასიათზე ხარ, სასწავლად გული არ მიმიწევ. ყარისკენ ხომ მიგიწევს გული, ხო და მიდი გააღე ახლა. კაი. ხო, როგორ შევთანხმდით, ხო? კაი. ხო, ნახოთ რა. ხო, დილით როგორც მოვილაპარა, უნდა შეიცვალოს ახლა. კაი. კაი. ხო, დურო მომისმინე ის არა, სამისთვის იყოს ყველაფერი, კარგი? კაი, დურო, კაი. კაი. ო, გამარჯობა მეზობლებო, გამარჯობა. ბავშვი შეგიძლია ერთი ჭიქა წყალი მომიტანო? კი. ოღონდ ოთახის ტემპერატურაზე იყოს გამთბარი და ორი ყინული ჩავაგდე, კარგი? კარგი. პაატა, ეს ისა დათვაში დაიწყე მუშაობა? ეს ალიაკოთი, მარტო იმის ბრალი კი არ არის, რამდენიმე დღე დედაჩემთან რო ვიყავი წასული. ეს არის შენი უმუშევრობის და უსაქმურობის ბრალი. აღარ იცი რა აკეთო და აი. კარგი და მაგრამ ხო გითხარი, როგორ რაღაცას ველოდები და ვიცი, მითხარი. და იმ რაღაცას ელოდები პაატასგან. და პაატამ რომ ვინმე სამსახური დააწყებინოს, ესეთი რამე ჯერ არ გამიგია და რანაირად ხარ მაგის იმედზე? მარინა, ქვეყანა ასეთი პარლამენტის იმედზე და ეხლა მე რა უფლება მაქვს? პაატას იმედზე არ ვიყავ. ისე მითხარ რა, დავიჯერე რა. კაცი დააწინაურეს, კაცო, სამინისტროში მუშაობს. იცი რა მაგარი რემონტი გავუკეთებია თურმე? ხო და ცოტა ხანი დავედოთ, რაღაცა იქნება. გია. იცი რა, მე მაინც ვფიქრობ, რომ სხვა რამეც უნდა ცადო შენ. აი ფიზიკა ხო იცი კარგად. ფიზიკა ვიცი. ხო და მოგიყვან ვინმე ბავშვს და მოამზადე დამატებითი შემოსავალი გექნება. კარგი, რა ბავშვი, მაგრამ ამას ინად კვერცხი ვერ მომამზადე წესიერადაც. და სამფაზიანი ტრანსფორმატორების მერე ეხლა ერთუჯრედიანი ბავშვის მომზადება რაღაცა რა მეგობრებო. გია გეხვეწები არ დაიწყო ეხლა რა ძალიან გთხოვ. მოგიყვან ერთ ბავშვს, აი დედამისი მასწავლებელს ეძებს, ხო, ჩემი მეგობარია. რა მოხდება ერთი გაკვეთილი ცადე რა. კარგი, ვიცი, შენ ეხლა მაგას არ დაეშინე და კარგი უთხარი მოვიდეს, იქნება რამე არის ვასწავლი. ცდი. ვენა წავსულიყავი ეგურ ჰესზე რომ ეპატიჟებოდნენ სამუშაოს რა. რა გინდა, შვენიერი გარემოა. ჩემი ბიჭები რაღაცა ზუკა, ირაკლი, ვირიავთო. მე ტყე, მდინარე, კაშხალი, ტურბინები, ოკუპანტები. რომანტიკა რა გეუბნები. კარგი, რითმე დაჭკვიანდი, მე მგონი უფრო მეტი სერიოზულობა გმართებს, ხო? რა შეიძლება დაუკავშიროთ ეს ყველაფერი პაატა? ნუ რა შეიძლება და მე ხო დამაწინაურეს. ხო და ისი პაატა ვარ, თავში რო არ მივარდეს ახლა, ხო? აბა, რა სიტყვით ახლა? შემაფასეთ, როგორ მოგწონთ ახალი პაატა? ვაკიერე, წყალი მოგაგშე. ისა ოთახის ტემპერატურის წყალი არ გვაქვს. კარგი, მაშინ ონკანის წყალი ავსე და დადგიდა საღამოშებულა და დავლე. პაატა, ბატონო? რა არის ახლა იცი? გიყურებ და ხვდები რომ აი რაც გიხდება, აი ეგ არ გიხდება. აი თითქოს ყველაფერი ნორმალურად არის, მაგრამ შენ თავი თუ არ შეიცვალე, ისე არაფერი არ გამოგივა. ოხ, მერტო ჩემო, რამდენი ბოღმა ამ ქვეყანას. ლაშა რა არის? მე მგონი ჯობია რომ დიდი კაცივით მოიქცე. პატარა ბავშვივით იქცე. ხო ხტები, შეცვალე რაღაცები, შეიცვალე და ცოტა დასერიოზული, კარგი? ხო, და რაზე შემოვედი ახლა? რემონტს ხომ ორჩი? და საღამოს უფროს ვაკეთებ და გეპატიჟებით, ხო? რემონტს მოიწოდე. მე როდის დაიწყე, ან როდის დაამთავრე, მე ხმა საერთოდ არ გამიგია. რას გაიგებდია? ალუჩა სიმხელაზე ახრამუნებ რომ არ აი, ხო ისე მიყვარს რომ ახრამუნებ.
კაცო, შენ უთხარი ელენეს, მე უთხარი, რომ ნუტოვე პაატასთან მეთქი ამბავს დიდხანს, მაგრამ არა. რა ისე იგი პატიჟებს სუფრას. ხო, სუფრას ვაკეთებ ლაშა და სხვათა შორის მარტო დასაპატიჟებლად კი არა, შენს გასაფრთხილებლად შემოვედი და გავფრთხილებ ეხლა ლაშა და ყურადღებით მომისმინე და არ დაგავიწყე. ჩემთო რომ ხო სახში საღამოს და ჭამას რო დაიწყებ. პირღია მარჭამა რო შპალერი არ დამისვარო, გაიგე? შეგიძლია ჩაიწერო. არა ხარ შენ ნორმალური არა ხარ რა. არა, თითქოს ხარ ვიღაცა რო შემოქმედავს ნორმალური ხარ, მაგრამ მე ხო ვიცი რომ არა ხარ ნორმალური. გამანებელა შეთავი გამანებე რა. ისედაც იმდენი საქმე მაქვს შენი მოსმენა არც მინდა. წავედი ახლა მე. ხო და რა ქვია. სხვათა შორის რო იცოდე შენ ვაჟ ბატონო. რამდენი ცოლიც ყავდა შენ, იმდენი ხელქვეითი მყავს ახლა მე. გაიგე? ხო, კარგად აიმახსოვრე. ბავშვი საღამოს დამირეკე. არა, აი 10 წუთი იყო შემოსული და ერთი სისულელი არ უთქვამს რა. შენ არ იცი პაატას რო უცხო პლანეტელებმა ტვინი გადაუნერგეს და იმიტომ ახლა ესეთი. პაატამ გითხრა ეგა? ხო. არა. ისე მართლა რო გადაენერგათ უცხო პლანეტელებს პაატასთვის ტვინი. რა წარმოდგენა ექნებოდათ ადამიანებზე, ა? აჰა, ესეც ასე. ძალიან ბევრი საქმე გავაკეთე. ეს მეოთხე ფანქარიც გავთალე, ხო და ეხლა უნდა დავისვენო. არა ესე არ მომწონს, რაღაც უნდა შევცვალო. აი ესე ჩუფია. მიყვარს ეს წელი რომ ეჭემება ხოლმე. გამარჯობა ბატონო პაატა. გელა. როგორ შემოხვედი გელა არ ცხენია, ჰა? ხო დავაკაკუნე. დააკაკუნე კი არა, გადი ეხლა და მდივანი გააფრთხილე მზღოლი მოვიდა უთხა. ჰა, მიდი. რას კი დავაკაკუნე. ბატონო პაატა, თქვენი მზღოლია მოსული და შემოუშვა? კი. გამარჯობა ბატონო პაატა. გელა რას აკეთებ? რამდენჯერ გითხარი რომ დააკაკუნე და ისე შემოდი. გაგაფრთხილე ხო მე მგონი? ხო, მიდი. მოგძანდით? ვა, გელა როგორ ხარაშვები? საქმე როგორ ხარ? მოდი დაჯექი. გელოდები სათარა დაჯექი გელა. აბა მე მგონი ჯობია რომ ეგრევე საქმეზე გადავიდეთ, ხო? აბა რა სიტყვი გელა, როგორ მოგწონს ჩემი ახალი შავარ კოსტუმი? ეს კი ვიცინე უკან, მაგრამ მაინც კიდე მეცინება. გელა რა გაცინებს გელა? რა გაცინებ? შენ რას დაგავალე ისე ხმე თუ გააკეთე მითხარი. კი. ის ცუდი სიმღერების დისკი თქვენ რომ მომეცით წავიღე და მინისტრის ბრძოლს შეუცვალე. აუ რა მაგარია გაგიზდებია რომ ჩართავენ რა მაგარია. ხო. რა მგონია? არა გონია რატო? ის დისკი რომ წამოვიღე, იქ უარესი სიმღერებია ჩაწერილი. და მე? უკან შევცვალე. უკან შეცვალე? ხო, კარგი მაშინ ის დისკი პირველ დისკი წამომიღე მე ხო? მე მოусმე. მიყვარს ეს სომხური ფოლკლორი და. კარგი, მეტი არ აქვს, თავისუფალი ხარ, შეგიძლია წახვიდე. აი. რა? ბატონო პაატა, ის ანეკდოტი იცი? კი, ვიცი გელა ძალიან სასაცილო არის, ვიცი დიდი მადლობა. ერთი კაცი აჩერებს ტაგს და ეუბნება. კანდელაკზე ხუთლარად გამიყვანა. გელა ძალიან სასაცილოა, ვიცი, ძალიან თუ საქმეზე ის ტაქსის მძღოლი პასუხობს. ხუთად ვერა, 4-ად გაგიყვანა. ვა, მართლა დამაინტერესდა მე? მე ის კაცი კარს უხურავს და ეუბნება, არა უშავს, სხვას გავაჩერებო. ხო. მე? მე საერთოდ ისეთი ადამიანი ვარ. ხო. არც სამსახურში დაგვიანება, არც სამსახურიდან ადრე წასვლა, არც ეგეთი რაღაცები მოკლედ არ მიყვარს. მე მეგონა ანეკდოტს აგზელებდი და მაგის თქმა გიბოდა? არა. მოკლედ ის მინდა გთხოვოთ, რომ შეიძლება დღეს ცოტა ადრე წავალ და ხვალ ცოტა დამაგვიანდება. რას ქვია დღეს ადრე წახვალ ხვალ ცოტა დაგაგვიანდება? სად მიდიხარ? ერთ ადგილას მივდივარ. ერთ ქალს უნდა შევხვდე და გელა, მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია სამწუხაროდ უარი უნდა გითხრა. სამსახურის და პირადი გზნობების ერთმანეთში არება არ შეიძლება. ბოდიში. რატო, ბატონო პაატა,
ყველაფერი გავაკეთე, რაც დამავალეთ. თქვენი კეტები გამოვცვალე. ხო. ის 2 კილო ალუჩა გიყიდეთ. ხო. და ისიც სამსახურის კიბეებით დავთვალე 37. 37-ია? ვა. ერთი რატო აკლია? ხო, კარგი. კარგი, მოკლედ, კი ბატონო, მაშინ წადი გიშებ, ოღონდ გელა მანამდე დიღომში უნდა მასე იყო, ხო? 10-15 წუთი მაქსიმუმ დამჭირდება მე. კი ბატონო. კაი. ბატონო პარტაი. ის ანეკდოტი იცი? ვიცი, გელა ძალიან სასაცილო იქნება, პირდაპირ საქმეზე გადადი, ძალიან თქო, ვიცი. ბატონო, რაღაცა მინდა გკითხო. აი, იმ ხალთან რომ მივალ, რა აუტანო, ხო ვერ მირჩა. იცი რა, გელა, შენ ისეთი ტიპის კაცი ხარ, წესით მოხარშული დედალი უნდა აუტანო. მოხარშული დედალი კარგია, მიყვარს. ხო, ისმის, ხო, კარგია, მაგრამ არ შეიძლება და ამნუ ყვავილები აუტანე. ყვავილები? ფული გაქვს? კი, 5 ლარი მაქვს. 5 ლარიანი ყვავილები უნდა უკიდო? ხო, აბა, 10 ლარიანს ხო არ უყია. შარლის სტერონია. ალბათ არ არის შარლის სტერონი. კარგი გელა, კარგი, გიშებ, ოღონდ დიღომში სეირნობა არ დაგავიწყდეს. კი, ბატონო. კარგი. ურმეს მადლობა. კარგი, ბალი ჩამოვა, კარგი. კარგად. დივან, მომისმინე, მე ახლა უნდა გავიდე, რაღაც პატარა საქმე მაქვს, 10-15 წუთი მე ყოფ მაქსიმუმ დავბრუნდები, ხო და რო შემოვალ, მაგიდაზე გასათლელი ფანქრები დამიტოვე, ახლები, კარგი? ხო. და გელას უთხარი მძღოლს რო ჩამოდის პაატაო, კარგი. და დივან, არაფერი. მაიმე გელა, ხომ გითხარია რა სახლში არა მომაკითხო თქო არა? მეთქი იმას გავუკეთებ მეთქი, რა ქვია იმას, სუპრის. გელა, რა საკეთებ გელა? რა საკეთებ? ქეჩებზე რატო არ დგეხარ? ამიდა. რამდენჯერ გითხარება? სამზარეულოში ხო ონკანი კარგად მოუჭირებთ კი ონკანს, ხო? ვაიმე ღია დამჩა? ხო, ღია დაგჭა, ხო. გამოვაკეთ ეს ფანჯარა, გამოვაკეთ თორე ლოყები როგორ თაწეთებული ვერ ხვდებით? ამიდა. გელა. ეხა მომისმინეთ. იცოდე არაფერი არ დამიმალოთ. არაფერი არ დამიმალოთ. რა სიტყვით, როგორ მოგწონ ჩემი ახალი თანამდებობა. გადასარევი. მეც ეგრე მეკონა. მადლობა. რა გემრიელიმურაბა, მამიდა. გელა, შენ აქ რა საკეთებ? სტუმარი მოგივიდა, მამიდა გენაცვალოს, მე გავალახელ და ხეს აღარ შეგიშვით. რა იცით ეს ამ საქართველოში რა? დაინახავთ ხალს და მამაკაც ერთად და დაიწყებთ ჭორაობას, გარჩევას, მითქმა მოთქმას, რაღაცებს ფიქრობთ, ეჭვის თვალით მიყურებთ. არაფერს, ისევ დგავარ. გელა, აქ რა საკეთებ მეთქი? ხვალდილით ხო უნდა გამომევლო თქვენთვის და დასაყოვნად კი მერე? ხო. მე ვიფიქრე ცოტა ადრე მოვალ რომ არ დამაგვიანდეს. გელა, გეკითხები, ეხლა და მიპასუხე. აქ რატო დგახარ გელა? აქ. კონკრეტულად ამ ადგილას? ისე არაფერს. ანუ? დიახ. ანუ დიახ რა, დილით რომ მეუბნებოდი რომ ვიღაც მომწონსო? რისი თქმა გინდო რომ ის ვიღაც მე ვარ? რა თქვენ? მე მეგონა მამიდა თქვენზე იფიქრებდით. კი, მამიდა ჩემზე რატო უნდა მეთქრა, მითხარი. ჯერ ერთი მე მამიდა ჩემზე ბევრად ახალგაზრდა ვარ, ბევრად სიმპათიურად. ხო, და ჯერ ესეთი პაემაზე თუ მიდიოდი, აქ რა გინდანაც გიკითხები? არა, უბრალოდ შემოვიდი მეკითხა. ხო კარგად გამოვიყურები. ყვავილები ხო კარგია, ხო მიხდება. კარგი რა გელა რა. ყვავილები და ბამბის რა არის, რა ქვია, შამპანური, ბამბანერკა ვერ იყიდე? ბამბანერკა არა. არისო კარგი ბამბანერკა. ხო? რა? წავალ ახლა მე. მოიცადეთ ცოტა, მამიდა.
ძალიან ხო შეხედე რა. აი ქალს რო აი ეს მოეწონება, აი ესეთი ადამიანი. იმ ქალს, აი იმ ქალს თავში ტვინი აქ საერთოდ. აბა აქ ქალს აქვს ტვინი? არა, აქ რა თქმა უნდა. გამატარეთ იმ გამო. ამას რო შეხედავ ახლა. ხო. და იმ ქალს ახლა ჭყუა აქ თავში ეს რომ მაგას არ მოეწონება. ვიზახი. ხო, გამატარე, უნდა გამოვისურვო, გამატარე. აიმე მგონი ვერ მიხვდა ვერაფერს და ჩქარა წავიდე თორე შემოვარდება ისე. ხო გამოგიჭირეთ. მაგრამ რაში გამოგიჭირეთ? წავალ გამოვიცვლი. ზგაიგე, ახლა რაცა გიხსენი? კი, გავიგე. ესე მარტივად ფიზიკა ჩემთვის არავის აუხსნია. ფიზიკა. ანუ ესე იგი რაც გელაპარაკე, ყველაფერი გაიგე რა? კი, ყველაფერი აბსოლუტურად. რა გაიგე ნუკრი რა? 1 საათია სხვა საგანზე, ისტორიაზე გელაპარაკები. რა ვქნა მას? თავიდან რომ მეუბნეოდით გამარჯობაო რაღაც აკყევით და მერე ჩამოგიჭდა. მე მესმის ნუკრი, ხა შენ ალბათ ხელავ. ცოტა დაძაბული ხარ, მაგრამ ვიცი რა, უნდა მოეშვა. და მთელი კონცენტრირება უნდა მოახდინო ფიზიკაზე და იმ საგნებზე, რომელიც მე-9 კლასიდან მე-10-ში გადასასვლელად გჭირდება, გაიგე? მე არ მეზარება ჩემო კარგო. ხო და მართალია უკვე მე-10-ით, მაგრამ კიდევ ერთხელ ყველაფერს თავიდან აგიხსნი. ამიხსენით, არც მე არ მეზარება, მაგრამ არ მესმის ეს ფიზიკა და რა ვქნა? რა უნდა ქნა, იცი? უნდა ილოცო. უნდა ილოცო, რომ მე ახლა წყობილებიდან არ გამოვიდე. დაწნადი. ამიხსენით და მოგისმენთ კიდევ ერთხელ. არა, შენ ეთქმა მართლა არ გესმის, რასაც გეუბნები და მეგონი ცოტა უკრინდან მომიწევს დათქვა, ხო იცი? კი, მოდი ასე ვქნათ რა. ესე იგი, ჩვენ მოდი დავიწყოთ მიზიდულობის ძალის შესწავლა. კარგი, შენთვის ეს უფრო ადვილი იქნება. მოკლედ, ნიუტონმა ამ ძალის შესწავლა დაიწყო რის შემდეგ? მას შემდეგ რაც მას შემდეგ რაც თავში დაეცა რას თავში დაეცა ვაშლი მოიცა ეგ მაგას დაეცა თუ ადამს დაევას მაგასაც და იმათაც ოღონდ ამას კეხურა და იმათ გოლდენი ვაშლი რომ დაეცა მაგით რას მოხდა რომ დამწიფდა მეც ვერაფერს ისა მეგონი კიდევ უფრო შორიდან უნდა დავიწყო რა არ გამოვა ეგ უფრო შორიდან დაწყება არ მიყვარს ეს ფიზიკა და რა ვქნა აბა რა გიყვარს გამაგებინე ერთი ქართული ქართულს კარგად სწავლობ არა მაგრამ მიყვარს ნუგრე შენ ახლა ან რაღაცას მოვტყვებ არა მე მგონი დამცენი არა მას რა კაცო აბა მთელი დღე გელაპარაკები და როგორც ჩემი ნალაპარაკებიდან ერთი სიტყვას ვერ გაიგე რა ვქნა მას მე გეტყვი რაც უნდა ქნა რა უფრო მარტივად აგიხსნი დარეკე სკოლაში და უთხარი რომ იქ ბომბია ეს მომხდარა ისი ნიჭის გაქვს შვილს იმას ასწავლე ისე რომ სკოლაში სწავლობ 194-ში დირექტორი ალბათ ახლობელია რა კი ბიძა ჩემია რა რა უნდა იყოს მე-9 კლასში ხარ მე რა უნდა იყოს შეგიძლია ეს აი მითხრა ზოგადად მაინც რა იცი ფიზიკაზე. აი მე ეს მითხრა. რა და 2 შაბათს გვაქვს მე-5 და 5 შაბათს გვაქვს პირველი გაკვეთილი. მარინა რაღაცა უნდა გითხრა. მე მგონი მე ძალიან დიდი ცოდვა მაქვს ჩადენილი და აი მის გამო ვიშები ასე. იამას. მე რა მაინტერესებს იცით? ეხლა ჩვენ როგორი ტემპით მივდივართ? რა ვიცი ეხლა აბა როგორ მეც ვერ გავიგე როგორი ტემპით მივდივართ.
საერთოდ არ მესმის ახლა შენ წელს გინდა მეცხრიდან მე-1000-ში გადავსვა თუ ისე ზოგადად ცხოვრებაში? ოდესმე. და ანუ თქვენი აზრით მე წელს მე-1000-ში ვერ გადავალ? ეხლა შენ მითხარი რომ ხუმრობ, თორე იცოდე გეცემი უხდებ. გია, მარინა, არ იცის და აუხსენი. მე გითხარი, დილით გითხარ რომ მარინა ბავშვების მომზადება. პატა რაღაცას მომიხერხებს, გეუბნები, მიშოვის სამსახურს მითხრა რომ მინისტრის მოადგილე მოვა ჩემთან სტუმრად და დაველაპარაკები შენ სამსახურზე. კიდე პაატას იმედი გაქვს და მაგის გჯერა? მაქვს მაგის იმედი, თუ ისე მითხრა რომ რაღაცა ჯერა, ამ ბავშვს არ უნდა არაფერს სწავლა რა. გია, იცი რა გინი, ცოტა გაუბრაზდი. ცოტა გაუბრაზდი და შეეშინდება. ასე ვისწავლე მასწავლებლობა მე. გაუბრაზდე? იბატონო? ესა. ნუგრი. ეხლა ყურადღებით მომისმინე შენ. ეხლა მაგასაც მე დაგავალენ. შემდეგში რომ მოხვალ, თუ მოხვალ, ისწავლი და ყველაფერს ჩამაბარებ. და თუ არ მოხვალ, მაინც ისწავლი და ვისაც გინდა, იმას ჩამაბარებ. კარგი, დაწყნარდი. ბოდიში, წავედი მე. როგორ გაბრაზდი? გია, რას ნიშნავს სიტყვა ცოტა? მე გითხარი ცოტა გაუბრაზდი მეთქი. მე ვიცი რასაც ნიშნავს სიტყვა ცოტა და ეხლა გთხოვ ცოტა ხანი თავი დამანებო. ან შეგიძლია ცოტა საჭმელი ამისხა, სადაც იქნება ბევრი ხორცი, ბევრი სხვა შორის ცოტას ანტონიმია. პატა, სახში ხარ? პატა. მოხოდით. აბა, რა სიტყვით გელა როგორ მოგწონს? აბა, რა სიტყვი გია როგორ მოგწონს აქაურობამ? რა ვიცი, ძალიან მაგარია პატა რა. მეგონა ეხლა უკვე მე გამომაგრები იქ დამხრიდა. არა ვარ მე ნორმალური რა. როგორ ვამბობდი პაატაზე არ არის ნორმალური თუ? ფიქრე და ზუსტად ჩემი შესაფერისი სახლია. ის გამოთქმა ახ გაგიგიათ, ლამას სახლში ლამაზი სულიაო. ხო, მოკლედ, რას გახართ? ყოფილ ვარ მე. ლაშა რასაკეთებ, ლაშა შემოჯლაგუნდი ამ შენი ფლოქვებით. ვერ ხვდები? ვერ ხვდები რომ იატაკს დამისვრი ხლა? მიდი ხუცა. მიდი რაღაც კეჩები მოუძებნა და მიეცი. კეჩები? ხო, კეჩები მოუძებნა და მიეცი. არ არის კეჩები, რა ვიცი, არ არის კეჩები, ბოდიში ესე უნდა ირგი აქ. კარგი ვიხუმრე, ხო, შემოდი. მოდი. ნელა, ფაქიზად, ლაშა, ნუ კაწრავ ფაქიზად. არ არის ეს ნორმალური, არა, ხო, მამოქო, არ არის ნორმალური თქო რა. დაჯექი. ხო, ახილი. მოკლედ, დიდი მადლობა ჩემო მეგობრებო, რომ მესტუმრეთ და დიდი მადლობა. ჩემო მეგობრებო, რომ მესტუმრეთ, დამაფასეთ და მომილოცეთ ახალი სახლი. აი ახლა შეგიძლიათ ზოვო. პატა, კაცო, ასე უსწრებ, ასეთი მაგარი რემონტი. როდის მოასწარი, კაცო, როგორ მოახერხე? გითხრა, რა ხდება იცი? ეს დამავიწყდა აქ ფათაშორი საქმე და ძალიან მაგარი საზურგი ამოვაშენო. ცოტა ის შემომრჩა, რა ქვია, ბაზალტის ქვა შემომრჩა, ხო, საწოლიდან და აქ მე გავაკეთებ ესე და როგორ მოახერხე ეს ყველაფერი და ნუ რაღაც თანხა მამიდა ჩემს გონდა გადანახული. მე ცოტა მეც ხო დამაწინაურეს თანამდებობის პირი ვარ და სესხი მივაშველი ცოტა ჩემი ხელფასი და მე ესე მუშები შევასია და ხო ხდები როგორც ხდება ხოლმე. ლაშე შენ რა სიტყვი რას მიყურებ, რა ჩუმაძი ხარ? მითხარე რაღაც აბა. რა ცდილობ ბოღმისგან არ გავსკდე და არ დაგეშვა ვაკა. მართლა ძალიან მაგარი სახლია. კი, ისეთი მაგარი არ ვეხლა აქ. პაატა და დოდო კი არა, პატრიკი და დომენიკი უნდა ცხოვრობდნენ. ხო, და შენ კარებში უნდა იდგე შვეიცარად. ლაშა რა არის? და ჩემო გია, მე ახლა ახალი პაატა ვარ. დაწინაურებული პაატა. და თქვენ ახლა უკვე შეგიძლიათ ჩემი ცხოვრების ბინძური დეტალების გახმაურებით გახდეთ პოპულარულები. აბა. არა პაატა, შენ ჩვენთვის
ყოველთვის ძველ პაატად დარჩები, რომელიც არ არის ნორმალური. ვისკის დალევ? ვისკის? ვისკის დალევ? კი. დალევ? კი, დავლებ. რა არის რა გია რა? რაღა პაატათი დავიწყეთ ეს ევროინტეგრაცია, ხა? რა ჯიგარია რა. ეხლა მას ერთი კარგი გოგო უნდა და ეგ არის რა. კარგი გოგო მეც მინდა გია. აი. მადლობა. აბა. აბა. რაბა ლაშა, რასაკეთებ? რაბა ლაშა. ეს არის ვისკი და ნენენა უნდა წურპო, არა კამპოტი მით ჩაისხა. აბა. რა დღეში ხარ შენ პაატა? ერთი წუთი დამაცადე. რა დღეში ხარ? გამაგებინა, რა დღეში ხარ? რა არის ლაშა, გადაწყვიტე რომ ბოჰემურად ვიცხოვრო. ბოჰემური ცხოვრება უნდა დავიწყო, აბა. იცი რა არის, რომ ფიქრდები ხო ძალიან მიხდება ეს ბოჰემა. ხო, ბოჰემა და ის ზოლიანი მაისური ჟირაფი რო ახატეთ. როგორი მაისური უფრო. ვიკამათებთ. აი ხო, სანამ ვიკამათებთ. ვაიმე. ხო, აბა. ხო, აბა. ora აბა. აბა, რა მინდოდა მეკითხა იცი? ეხლა აი ესეთი მაგარი საძინებელში მაქვს ძალიან მაგარი რაღაცა. ნუ მოკლედ განათება დავაყენე ხმის სენსორებზე რა ხო ხტები და ან როცა ეტყვი აინთება. როცა ეტყვი შენ ჩაქრება ხო ხტები? ხო, აი ესეთი რაღაცა, მაგრამ ხვალიდან უნდა შევცვალო. რატო? რა არის იგია გუშინ? მთელი ღამე ეტყობა ძილში ხო ხტები? მაბოყინებდა რა. ხო. მოდა ერთი 10 ჯერ მაინც აინთო და გამაღვიძა შენ შემიძლია. ნაპატიეთ ერთი წუთით. ხო მამიდა. ხო. კი სახში ვარ. არა მარტო არ ვარ. გია და ლაშა, ხო. გია და ლაშა, რა მოეწონათ? რას ქვია მამიდა, მოეწონათ კი არა, ერთ-ერთი მსუქანი დაიბოღმა კიდეც. ხო. გიაზე ვეუბნებ, გიაზე. კარგი მამიდა, კარგი. ხო მამიდა, რა უნდა კითხო მართლა ის პურის ჩასადების პულტი სად დადე ხო არ გახსოვს ვერ პოულობ. არ გახსოვს? კაი არა უშავს. არა იყოს ხო, რობოტს კითხავ, კარგი იყოს. კარგი. კაი მამიდა. რა სადადო? ვის კითხავ? კარგი, ეხა მართლა გაგიჟებთ, არ ხვდებით რა. ეხა მართლა გაგიჟებთ, ხო, კარგი. მე მგონი სტომარია და ეს ნახდათ მინისტრის მოადგილეა რა. შენ რა იცი? კაცო, პაატა მითხრა შეიძლება მე სტუმროსო და შენ სამსახურზე დაველაპარაკებიო და ალბათ ეგ მოვიდა. თო? შემოდი გელა მოდი. გაიცანით გელა, გაიცანი ეს ჩემი მეგობრები გია და ლაშა. ლაშა. გია მიროტაძე. ხო და ლაშა სუქანი ბიჭი. ლაშა. გელა? კახა მითხრა, პაატას რაღაც საბუთები გაყვალ და იქნებ მოიტანო. გამაგიჟებთ რა შენ და კახა გამამწარებ და გამაგიჟებთ. არის, წამოდი, საძინებელში მაგთან მოგწინ წამოდი. ეგა ნახდათ გეუბნები მინისტრის მოადგილეა. ხო. რა ვიცი გია, რაღაცა არ გავდა მინისტრის მოადგილეს. შევეტყობ რაღაცა აი ეგეთი სამინისტროა ეთყობა რა ეხლა. პაატას არ გავს ადამიანს, მაგრამ აი გააწინაურე. ისე გია წარმოიდგინე ახლა რა პაატა როგორ ელაპარაკა რა აი როგორ ელაპარაკა მინისტრის მოადგილეს და მინისტრს როგორ დაელაპარაკება ჰა ეს ეგრე ლოგიკაა კარგი გია რა პაატაზე გელაპარაკები ლოგიკა რა შუაში ლოგიკა და პაატა ვერ ძოვენ ერთად ბატონო გელა ესე იგი პაატამ ჩემზე ხომ გითხრათ კი მომიყვა რაღაცები ხო არა ანუ ესე იგი ჩემთვის სამსახური იქნება შენთვის იცი რა ვქნათ მოდი ხვალ სამინისტროში იკითხე გელა მომძებნე და მე მოგხედავ დიდი მადლობა ესე ხვალამდე არა ხვალამდე ძალიან კარგი გალებ მე მეჩქარება კარგად ზამდებოდეთ ნახვამდის კეთილი მგზავრობა ყოჩაღად
გილოცავ გია? დიდი მადლობა შემულაშე მადლობა, აი, პაატა, მაინც, აი, არ დავავიწყდი და უთხრა და აი, ეგარია. კარგია, მაპატით მეგობრებო, ცოტა გალოდინეთ ეს ხალათი გამოიცვალეთ ჩემი საძინებლის ფესანი. ხო. კარგი, ჩვენც ახლა, წავალთ ჩვენც, ხო? კი, ჯობია. აღარ შეგაწუხებთ ჩემო პაატა. კი, სიმართლე რომ გითხრათ. მოგლეთ გილოცავ ჩვენიერი, ესე იგი, რემონტია, ძალიან კარგი. ყველაფერია. ხო. აგერ ახლა ეს ვისკი გამოლევინა? კი. ხო, სამსახური მიშოვა. ხო. დიდი მადლობა, დონ. დონ? რა დონ? ჯეიმს დონ. არა ის ბონდი არ არის, ბონდია. აბა რა დონ? დონ კიხოტ? დონ კიხოტ. რანაირი სალათია ეს ვერ გავიგე რა. ხბოს ხორცი, ძრუხის ხორცი, ქათმის ხორცი უნდა და მაინც ბოლოკის სალათი ქვია. მარინა. მობილოც. რა? რადა? პაატა ელაპარაკა მინისტრის მოადგილეს, ჩემზე. ხო და ის სამსახურს დამპირდა. მეც ეგეთი ამბავი მაქვს. შენ ძველი სამსახურიდან დარეკეს, გია დაბრუნდეს თანამდებობაზე, ხელფას მოუმატებთო, საქმეს შეუმცირებთო, ხვალ ელოდებიან პასუხს. აი რაგაც არ მობეზრდათ ეს არასერიოზული შემოთავაზებები. მე უკეთესი ვარიანტი მაქვს გეუბნები რა, მინისტრის მოადგილე დამპირდა, პირადად. გია, დარწმუნებული ხარ რომ მინისტრის მოადგილე იყო? მაგრამ ახლა პაატა შტერი კი არის, მაგრამ ახლა ისეთი სურვილიც არ არის, ახლა ვიღაცა სხვა გაეცო მინისტრის მოადგილედ. გია. გამარჯობა ხალხო. გია გეხვეწები რა. გამისკდა და თავი ფიქრით რა. თავი გამისკდა და აღარ შემიძლია დავიღლე. რა დონ გია? რა დონ? დონ კიხოტ, დონ ჟუან, დონ დოლო, რავი რა დონა? რა დონ გია გეხვეწები მითხარე რაღაცა, აღარ შემიძლია რა. ჰა?